თემა გახლავთ ენდომეტრიოზი და მარტი გახლავთ ამ დაავადების შესახებ ცნობიერების ამაღლების თვე. ეს არის დაავადება, რომლის დროსაც საშვილოსნოს შიდა გარსის მსგავსი ქსოვილი არაბუნებრივ ადგილას ვითარდება და უამრავ ქალს აქვს ეს პრობლემა და ბევრი მცდარი შეხედულება უკავშირდება ამ დიაგნოზს. და მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ეს დაავადება არ ართმევს ქალებს შესაძლებლობას გახდნენ დედები, რადგან ნამდვილად ბევრი მეთოდი არსებობს თანამედროვე მედიცინაში და მათ შორის საქართველოშიც, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს. ჩვენი სტუმარი ქალბატონი თეა ჩარკვიანი, ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა რეპროარტის მიანგინეკოლოგი და რეპროდუქტოლოგი შემოგვიერთდა და მოგესალმებით ქალბატონო თეა. ენდომეტრიოზი ძალიან საინტერესო და აქტუალური თემა ქალბატონებისთვის. მოდით პირველ რიგში განგვიმარტეთ ენდომეტრიოზი რა არის და მისი ესე ვთქვათ წარმოშობის მოგესალმებით. პირველ რიგში მინდა რომ მშვიდობიან სამყაროში გაგვაგრძელებინოს ცხოვრება ჩვენი თანადგომა უკრაინას და უკრაინელ ხალხს და საკმაოდ შევეხებით ახლა ენდომეტრიოზს, რომელიც საკმაოდ გავრცელებული პათოლოგია არის, ძირითადად რეპროდუქციული ასაკის ქალებისთვის არის დამახასიათებელი, სადღაც 14-დან 54 წლის ასაკამდე. რა არის ენდომეტრიოზი? ენდომეტრიოზი ჯერ განმარტოთ ენდომეტრიუმს შევეხები, ყველა მიცით რომ ენდომეტრიუმი ეს არის საშვილოსნოს ღრუს ლორწოვანი გარსი, სადაც ხდება ემბრიონის მიმაგრება, ანუ იმპლანტაცია. აი, როდესაც ეს ენდომეტრიალურის მსგავსი ქსოვილი ის ენდომეტრიუმი უნდა იყოს მხოლოდ საშვილოსნოს ღრუში. არის მდგომარეობა, როდესაც ენდომეტრიალური ქსოვილის მსგავსი ქსოვილი ვითარდება საშვილოსნოს ღრუს გარეთ. აი ეს უკვე გახლავთ ენდომეტრიოზი. ენდომეტრიოზის განვითარების ბევრი თეორია არსებობს. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თეორია ეს არის მექანიკური გავრცელება, როდესაც menstruაციის დროს menstruალური სისხლი გადადის რეტროგრადული, ანუ უკუსვლით, რომ გარდა გამოვიდეს უკუსვლით შეიძლება მილის გავლით მოხდეს მუცლის ღრუში, საკვერცხეში, მილში და გამოიწვიოს უკვე გარეგანი ენდომეტრიოზი. ასევე გარეგანი ენდომეტრიოზია ადენომიოზით, როდესაც ენდომეტრიალური ქსოვილის ჩასდა ხდება მიომეტრიუმში, ანუ საშვილოსნოს კუნთოვან ქსოვილი. ქალბატონო, იცით რა არის? აი ხშირად გამიგია, რომ განაჩენად აღიქვავს ზოგიერთი ქალბატონი ამას გულისხმობ ნაყოფიერება შვილის გაჩენის დროს. არის თუ არა ეს ასე და რა მეთოდებია ეხლა ვიცი რომ თქვენთან არის ახალი მეთოდები? ერთ-ერთი მიზეზი უნაყოფობის გამომწვევი, ერთი მიზეზი გახლავთ ენდომეტრიოზი, სადღაც დაახლოებით უნაყოფო ქალების 15%-ამდე წილი მოდის ენდომეტრიოზზე. იცით როგორ არის? ეს არ არის განაჩენი ენდომეტრიოზი. უნდა ვახსენოთ, რომ არ ინგურნება, ენდომეტრიოზის დასასრული დგება პოსტმენოპაუზაში, როდესაც არ ანუ ჰორმონალურ დამოკიდებული მდგომარეობა არის. ძირითადი ესტროგენის არ გამომუშავება. ესტროგენი არის ის ჰორმონი, რომელიც იწვევს ენდომეტრიუმის ქსოვილის ზრდას. ანუ შესაბამისად, რომ ვამბობთ, რომ ეს არის ენდომეტრიალური ტიპის ქსოვილი, ხომ? ესტროგენი მოქმედებს ამ მასზე, რა ქვია, და იწვევს, აი როგორც menstruირებს ქალი და menstruაცია გამოდის გარეთ, ასევე ენდომეტრიალური კისტების შემთხვევაში მიკროპერფორაციები ხდება იმ კისტებში და შეიძლება ენდომეტრიოზის გავრცელება გამოიწვიოს. ეხლა უნაყოფობის მიზეზი რა შეიძლება გახდეს? მილისმიერი ენდომეტრიოზი, ანუ მილების ენდომეტრიოზი, რომელმაც შეიძლება მილისში შეხორცებითი პროცესი გამოიწვიოს, ასევე შეიძლება გამტარობას გამტარობას შეუშალოს ხელის. ენდომეტრიომები, ანუ ენდომეტრიალური კისტები, რომელიც საკვერცხეში ვითარდება, ამცირებს ფოლიკულურ აპარატს, შესაბამისად მცირდება კვერცხუჯრედის რაოდენობაც, ასევე შესაძლებელია იმ ჰემოსიდერინმა, რომელიც სავსე არის, ანუ შოკოლადის კისტებს უწოდებენ ასევე, იმიტომ რომ არის ყავისფერი ძველი სისხლის შემცველი ქსოვილი, რომელიც ჰემოსიდერინს გამოყენებს, რომელიც გარშემო ქსოვილზე ტოქსიურად მოქმედებს. სიმპტომატიკა ახასიათებს ენდომეტრიოზს.
ჩვენ ვუთხართ. დიახ, რომ ყველაზე ხშირი სიმპტომი, რაც ენდომეტრიოზს ახასიათებს, ეს არის მტკივნეული მენსტრუაცია, ტკივილის სქესობრივი ცხოვრების დროს და ჭარბი მენსტრუალური გამონადენი. ეხლა ყველა ეს სიმპტომი შეიძლება არ იყოს ენდომეტრიოზის დამამტკიცებელი, იმიტომ რომ ტკივილით ჩვენ აი ტკივა და ენდომეტრიოზი აქვს ქალს, არა, იმას სჭირდება ღრმა კვლევა ასევე. პირველი კვლევის არჩევითი ეტაპი არის ეხოსკოპიური კვლევა, იმიტომ რომ იქ ენდომეტრიალური კისტებიც მარტივად და კარგად დიფერენცირდება, თუმცა ღრმა კვლევა უფრო ანუ ჩაზრდის და გავრცელების თვალსაზრისით მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია ძალიან ფართოდ გამოიყენება, ნუ ლაპარასკოპია თავისთავად რომ დადგინდეს ეს ენდომეტრიალური კისტების არსებობა და გარეთა ენდომეტრიოზის ხარისხის მიხედვით. აი, გვაქვს უკვე დიაგნოზი, რომ ეს ნამდვილად ენდომეტრიოზია, ჩვენ ვთქვით, რომ შესაძლებელია გარკვეულ 15%-ამდე შემთხვევაში ეს იყოს უნაყოფობის მიზეზი და აი როგორი არის უკვე სტრატეგია მკურნალობის, თქვათ, ქალი, რომელიც მოგმართავთ თქვენ რეპრუარში და როგორ მართავთ უკვე ასეთ შემთხვევაში, რომ მას ქონდა შვილის ყოლის შესაძლებლობა. ენდომეტრიოზის მკურნალობა ზუსტად გამოიკვეთება რა მიზნები აქვს ქალს. ანუ ქალი, რომელიც არ ცდილობს დაორსულებას, ანუ გეგმაში არ აქვს ორსულობა, ნუ მას სხვა ტიპის მკურნალობა ჭირდება, რომელიც არის ხანგრძლივი, საკმაოდ ესეთი პაციენტის მხრიდან მოითხოვს დიდ ნებისყოფას და ან დაელოდოს მენოპაუზას და თვითონ წავა. ხო, არა, იცით რა, ღრმავდება ეს ენდომეტრიოზი ესე არ არის, იმას შეიძლება უფრო ფართო გავრცელება მიეცეს, ამიტომ მკურნალობა რა თქმა უნდა ძირითადად რითიც მიუმართავს ექიმს არის ტკივილი, ანუ ის ტკივილის ფენომენი უნდა ავალაგოთ გარკვეული მედიკამენტოზური ჩარევით ან ოპერაციული ჩარევით. ეხლა მეორე მომენტი არის, როდესაც ქალი გეგმავს ორსულობას, აქ უკვე ჩვენ რეპროდუქტოლოგიური გადმოსახედიდან უნდა შევხედოთ ამ მდგომარეობას, მიდგომა აბსოლუტურად არის იგივე რაც ზოგადად უნაყოფო ქალების შემთხვევაში უნდა დაფიქსირდეს ენდომეტრიომა, რადგანაც იწვევს ენდომეტრიოზის შემცირებას ფოლიკულური აპარატისას, ამიტომ სწორად დროც არ უნდა დავაკარგინოთ ქალს და ანუ არ გავახანგრძლივოთ, უნდა დავიწყოთ პირდაპირი ქმედება. ჩვენ ახლა ოპერაციულ ჩარევას მაინც ვარიდებთ თავს, იმიტომ რომ ნებისმიერმა ოპერაციულმა ჩარევამ შეიძლება პირიქით კიდევ უფრო შემცირება. აი კისტექტომია მაგალითად ენდომეტრიოზის მოშორება ენდომეტრიალური კისტის, მაგრამ აქაც გვაქვს გარკვეული რისკებიც და პირიქით ჩვენებაც. ეხლა ენდომეტრიომები, ანუ ენდომეტრიალური კისტა სადღაც 3 სანტიმეტრამდე კიდევ უნდა ვეცადოთ, რომ მაქსიმალურად ოპერაციული გზით არ წავიყვანოთ. შეიძლება კისტის დაცლა ასპირაციულით, თუმცა პაციენტი უნდა გავაფრთხილოთ, რომ ძალიან მალევე შეიძლება ამოღებას, ანუ დავცალოთ ეს, თუმცა გარკვეულ სიძნელებთანაც არის ეს დაკავშირებული და პლუს პაციენტმა უნდა იცოდეს ისიც, რომ აღნიშნულ შემთხვევაში ეს ენდომეტრიომა არ გაქრება, ის ისევ შეივსება, ოღონდ ცოტათი დრო მივცეთ, რომ ამასობაში ორსულობა დადგეს და ვთქვათ, ორსულობაში ყველაფერი კეთდება, დიახ. მე ვიცი, რომ კიდე ძალიან ბევრი საინფორმაციო გზით მუშაობს თქვენი კლინიკა, ხო? იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმაცია, ეხლა მეც კი პირველად გავიგე ბევრი რამ, ეხლა რაც თქვენ თქვით, იმიტომ რომ გვესმის ეს ენდომეტრიოზი და ზუსტად არ ვიცით, ხო, რა. დიახ, ცნობიერების ამაღლება პაციენტისთვის ჩვენი კლინიკა ძალიან აქტიურად არის ჩართული ასეთ საინფორმაციო სამუშაოში. კლინიკის Facebook-ს გვერდზე დევს და ყოველთვის ხდება განახლება ამ ინფორმაციის. აი მაგალითად 25-ში ახლა იგეგმება ზუსტად რადგანაც არის ეს თვე ენდომეტრიომის ცნობადობის შესახებ დაგეგმილი არის სემინარი, რომელსაც ჩაატარებს ჩვენი კლინიკა რეპრუარტის ბათუმის ფილიალის მიანგინეკოლოგი რეპროდუქტოლოგი ზეინა ბერიძე. მოძიება ინფორმაციის ძალიან მარტივად შეიძლება კლინიკის Facebook-ის გვერდზე. დაესწრება უფასოა რა თქმა უნდა და რა თქმა უნდა იქ მითითებულია საინფორმაციო ნიშნულები და დარეგისტრირდეს პაციენტი და მოისმინოს მისთვის სასურველი ინფორმაცია. სხვათა შორის აი ძალიან ხშირად მე როგორც ის რაღაც სოციალურ ქსელშიც არიან გაერთიანებული ეს ქალბატონები, ვისაც აქვს ეს დაავადება და წლების წინ თქვა 10 წლის წინ საკმაოდ რაღაც მაინც ახალი დაწყებულია ამ თემაზე ჩვენთან. არა,
ენდომეტრიოზი ეს არ არის ახალად დაფიქსირებული პათოლოგია, საკმაოდ. რაღაც ჩიხურად იყო აღქმული წლების წინ, მე ასე მახსოვს, რომ აი გაქვს და გაქვს. იცით რა არის, ხა მე რაც შეხება მაქვს, უკვე ძალიან აქტიურად მუშაობ, ზოგადად ეს დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებიც ისე დაიხვეწა, განვითარდა და ხელმისაწვდომია, ეფექტურია, დაბალ რისკიანია, რომ უკვე რეალურად 21 საუკუნეში გვაქვს იმის შესაძლებლობები, რომ ქალი თუნდაც ალბათ სტატისტიკაც არსებობს უკვე, რომ აღარ არის ეს განაჩენი და რაღაც არა, განაჩენი არც ერთი დაავადება უკვე აღარ არის. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მეთოდი არის ამისთვის მოწოდებული და ჩვენ აქტიურად მივსდევთ და ვაკეთებთ ყველაფერს. მოზარდს აქვს ტკივანი ციკლის პროცესი, ხო, რადგან 14 წელი აღნიშნეთ, ხო, ესე ვთქვათ, პირველ ასაკად, სადაც შეიძლება თავშად განვითარდეს ენდომეტრიოზი, უნდა გინეკოლოგთან ჩაიტაროს კონსულტაცია. იცით როგორ არის ტკივნეულობა, ზუსტად მაგიზია, ესე იგი ენდომეტრიოზი რომ ჩამოყალიბდეს, იმას არ ჭირდება ერთხელ მომივიდა menstruatsiam ტკივნეული და всё მე ენდომეტრიოზი, მაგრამ არა, იმას ჭირდება გარკვეული პერიოდი 8-9 წელი, რომ ის ჩამოყალიბდეს და დაისვას, იმიტომ რომ დადგენა მანამდე მარტო მტკივნეული menstruatsiis პრევენციული ღონისძიება, იცით პრევენცია არის რომ გავაკეთო ისეთი რაღაცა, რომელიც მე ამას თავიდან ამაცილებს. ძალიან რთულია ენდომეტრიოზის პრევენცია, ესეთი რომ ვთქვათ, რომ არ არსებობს, თუმცა ენდომეტრიოზის მქონე პაციენტებისთვის მოწოდებულია ნაკლები ალკოჰოლის მიღება, იმიტომ რომ ალკოჰოლი ესტროგენმა პროვოცირებელი ფაქტორია, მუდმივი ვარჯიში და წონის კორეგირება, იმიტომ რომ ცხიმოვან ქსოვილში ტრანსფორმაციას გადადის და ესტროგენი გამომუშავდება, ანუ მამაკაცის სასქესო ჰორმონი არომატიზაციას განიცდის და ცხიმოვან ქსოვილში ესტროგენი. ანუ ჯანსაღი ცხოვრების წესი, არა თამბაქო, ნუ ეს ისედაც ფოლიკულური და იმიტომ რომ კვერცხუჯრედის ხარისხს ამცირებს, ამიტომ ჯანსაღი ცხოვრების წესი ყველასთვის კარგია. დიდი მადლობა. ესეც ჩვენი სამედიცინო დღე, რამდენიმე მნიშვნელოვანი სამედიცინო თემას შევეხეთ დღეს და იმედი გვაქვს გამოგადგება ჩვენი და ჩვენი სტუმრების რეკომენდაციები. სახე, ხავერდი, ეკლესია, გვირილა და წითელი. დავიმახსოვრე როგორც იქნა. მეხსიერებას ვარჯიში უნდაო, ხო და ჩვენი პირველი თემა შემომყვა, ასე ვთქვათ და დავიტოვე ფურცლები. მოკლედ თქვენც თუ კი გაქვთ მეხსიერების დაქვეითება, თურმე უნდა ისწავლოთ ახალი ენა და საკუთარ მეხსიერების განვითარებაზე უნდა იზრუნოთ. შეიძლება ისწავლა კაია საკუთარი გამოცდილებით. ჩვენ კი ვინაცვლებთ საინფორმაციო გამოშვებას.